ტელეკომპანია მაესტრო საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. უკვე მეორე დღეა ჩვენი სტუდიებიდან ვერ გავდივართ ეთერში, გვიწევს ესე სახელდახელოდ დამზადებულ სტუდიაში ყოფნა და სტუმრების მასპინძლობა, მოსმენა მიმდინარე მოვლენებზე, სწორედ ამ სტუდიაში გვიწევს მიმდინარე მოვლენებზე სტუმრების მოსაზრებების დაფიქსირება. ეს არის რადიო მაესტრო სტუდია. დავით ბერძენიშვილია ჩვენ გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით ბატონო დავით. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა მოგბრძანებისთვის. პროცესი უკვე 2 დღეა მიმდინარეობს. ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთდა არაერთი განცხადება, დღეს ჟურნალისტებმაც გავაკეთეთ განცხადება და აფიქსირა ჟურნალისტ მაესტროს თანამშრომელთა უმრავლესობამ. შეიძლება ითქვას სრული შემადგენლობით დააფიქსირა თავისი მოსაზრება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. როდესაც ვისმენთ შეფასებებს ამ საკითხზე, საუბრობ ხშირად რომ ეს არის კერძო კონფლიქტი დამფუძნებელსა და მმართველ კომპანიას შორის. ნაწილი საზოგადოების საუბრობს რომ ეს არ არის მხოლოდ კერძო სექტორში არსებული დაპირისპირება, უფრო გლობალურ საკითხში გადადის. თქვენ როგორ გეჩვენებათ? მოგესალმებით. ეროსი კიცმარიშვილის დამფუძნებლებთან რაიმე არაფორმალური ურთიერთობები თუ ქონდა და რაღაც იმედები აქვს, ეს არაფორმალურ გარემოში უნდა გადაეწყვიტა. რაც შეეხება სამართლებრივ და პოლიტიკურ სივრცეს, სრულიად ნათელი არის, რომ ბატონი ეროსი პრაქტიკულად გაკოტრებული არის დღეს ამ ვითარებაში. როგორც პოლიტიკოსი. არა, ჯერ დავიწყოთ როგორც მედია ფიგურა. გუშინდელი განცხადება ჟურნალისტების, დღევანდელი განცხადება მაესტროს თანამშრომლების, ჟურნალისტების ადასტურებს იმას, რომ მას არ აქვს არათუ საყრდენი, არამედ რაიმე პოზიციაც კი მაესტროში მომუშავე ადამიანებში. ამიტომ ამ თვალსაზრისით ის არის პარტნიორების გარეშე. ერთ მხარეს არის ეროსი კიცმარიშვილი, მეორე მხარეს არის სრულად მაესტრო. შესაძლოა ეროსი კიცმარიშვილს ესეთი განცდა ქონოდა, რომ შეიძლება პარტნიორები არ ვიცი, ამაზე ვერაფერს ვიტყვი, ფაქტის კონსტატაცია არის, რასაც ვისმენ, რასაც ვხედავ, ერთ მხარეს არის მაესტრო, მისი დამფუძნებლები ან ჟურნალისტებიანა, დღეს ამ ვითარებაში, ამ კონფლიქტში, მეორე მხარეს არის ეროსი კიცმარიშვილი და 10 უცნობი პირი, მასთან ერთად შეჭრილი შენობაში. მეორე მას არ აქვს პოლიტიკური საყრდენი, ანუ ის ვერ ლაპარაკობს, თქვათ, მეტნაკლებად, თუნდაც სუსტი პოლიტიკური ძალის სახელით. ეხლა ქართულ პარტიაში ეროსი დარჩენილა თბილისში და ირაკლი ოქროაშვილი პარიზში. სხვას ქართული საზოგადოება არ იცნობს და არც კი ვიცით გაილია ეს პარტია, ამიტომ მას არ აქვს პოლიტიკური საყრდენი. სოფო ხორგვანი რჩება თუ არ ვიცით? არ ვიცი, სოფოს არაფერი გამიგია, ერთი მხრივ სოზარის მეგობარია, მეორე მხრივ ნარცე ოქროაშვილისაც და ყოველ შემთხვევაში პოლიტიკური შემადგენელი, ორი კაცი იქნება თუ სამი, რეალურად ქართული პარტია არ არის დღეს რაიმე ტიპის ფაქტორი ეროსის მხარეს. ეს შემადგენელიც არ არის. მეწილეები მაესტროს. დიახ. 50% ყოველთვის კონდა და ასეთ სისტემა იყო მამუკაკლონს და მის პარტნიორებს, მეგობრებს. დანარჩენი 50% როგორც მახსოვს იცვლებოდა ხოლმე, მაგრამ მე გუშინ მოვკარი თვალი კალბატონი მაკაასათიანის პოზიციას ვარმეშლე მგონია. კი ბატონო, საუბრობდა ის იმაზე, რომ ეთანხმება დამფუძნებლების პოზიციას. მაკაასათიანი ეთანხმება დამფუძნებლების პოზიციას და არაფერი საწინააღმდეგო გამიგია უცნობისაგან, ხო? ანუ 25% კონდა ერთს, 25% კონდა მეორეს. ანუ პრაქტიკულად არათუ საკონტროლო პაკეტი აქვთ მამუკაკლონს და მის პარტნიორებს, არამედ 100%-იანი წილის სახელით ლაპარაკობს ეს მხარე. ანუ ჟურნალისტები მის წინააღმდეგია, დამფუძნებლები მის წინააღმდეგია, ყველა მეწილე მის წინააღმდეგია, პოლიტიკური სპექტრი დემოკრატიული მის წინააღმდეგია, საკუთარი პარტია აღარ ყავს, ამიტომ რა მოძრავებს და ისი იმედია ეროსი კიცმარიშვილი. ხელშეკრულება არისო ჩემს მხარესო, ესე ლაპარაკობს ეროსი კიცმარიშვილი, თუმცა კონკრეტული ფაქტების დასახელების დროს მას კონტრარგუმენტები ხდება. განხილვაში მე ბუნებრივია ვერ შევალ, იმიტომ რომ რა წერია ხელშეკრულებაში არ ვიცი და რომც ვიცოდა მე არა ვარ სუბიექტივიც. კი ბატონო. მე კვალიფიციური აზრი უნდა გამოთქვას ამასთან დაკავშირებით. სრულიად ნათელი არის
ის, რომ ეროსი კიცმარიშვილი ამ ავანტიურაზე როცა მიდიოდა მან საფრთხის ქვეშ დააყენა ეს 10 კაცი, რომელიც მასთან ერთად არის, რომლებიც რამდენადაც მე ინფორმირებული ვარ, წარადგენენ მოწმობას დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომ ისინი ოფიციალურად არიან დაცვის წევრები. ეროსი კიცმარიშვილი თუ გამოძვრება პერსონალურად ამ ვითარებიდან დანაშაულის ნიშნები ჩანს იმ ხალხის ქმედებაში, ვინც მან შეიყვანა მაესტროს ეზოში. ისინი გაურბიან კითხვას ვინ არიან, რა უკვე გამოსილებით არიან. ამიტომ რატო გარისკა, როგორ გარისკა და რის იმედი ქონდა ეროსი კიცმარიშვილს. მე ვფიქრობ, ეს არ არის მარტო. ან ეროსი კიცმარიშვილი ადრე დაუკავშირდა, ან მას დაუკავშირდნენ სახელმწიფო წევრების წარმომადგენლები, ან ეროსი კიცმარიშვილის ეს ინიციატივა გათვლილია იმაზე, რომ აწი დაუკავშირდებიან მას სახელმწიფო წევრების წარმომადგენლები. რისი იმედით? იმ იმედით, რომ ეროსი კიცმარიშვილი როგორც რაღაცა თავის ტკივილი იყოს მოცილებული ფინანსური ანაზღაურებით, ფორმაულის თუ არაფორმაულის და ამასთანავე თქვათ მიეცეს საფუძველი საგადასახადო სამსახურებს, სასამართლოს ასე შემდეგ, რომ იქნებ მოხერხდეს ხელშეშლა ნაწილობრივი მაესტროს საქმიანობისთვის. ჩვენ გვახსოვს პალიტრაში შესვლა, რომელიც პრობლემური აღმოჩნდა თავად სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, იმიტომ რომ დღეს პოლიტიკური რესურსი, განსაკუთრებით ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ, მედია რესურსი, არასამთავრობო სექტორი, მთელი ჩვენი საზოგადოება ერთსულოვანია პრაქტიკულად იმაში, რომ მაესტრო არის დასაცავი. აი ეს ვითარება გვაქვს ჩვენ, ამიტომ მე არა ვარ მაინდა-მაინც შეშფოთებული. ერთადერთი ხეირი ამ საქმეს შეიძლება მოყვეს ის, რომ რადიო მაესტროს კრიტიკულ ვითარებაში მოუხდა სატელევიზიო ჩართვების უზრუნველყოფა და ალბათ ამას დაიტოვებს, ასე რომ ზოგიერთი მარგებელია მაესტროშიც დაბრუნდებით იმუშავებთ და რადიოც იქნება უკეთ. რადიო მაესტრო უბრალოდ აქ ხდება გადანაწილება ტექნიკური თვალსაზრისით. ჩვენ ტელეკომპანია მაესტროს სტუდიიდან გავდივართ, უბრალოდ ვიყენებთ ამ სტუდიას, იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ვაღწევთ მეორე საფრთხეს გამოყრება ტექნიკური და აქაც კონდეთ და იქაც. კი ბატონო, ერთი ფაქტორი არის კიდევ ესა ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკაში, რომელიც უშუალოდ ბუნებრივია ამ პროცესში ვერ მონაწილეობს, მაგრამ ის რომ საქართველოში ინტერესი მაესტროს მიმართ, ისე როგორც სხვა დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალებების მიმართ, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი საშუალებების მიმართ ძალიან მაღალია, იმიტომ мотиваცია გაჩნდა ხელისუფლების დამარცხება შესაძლებელია და ესეც თქვენს მხარეს არის და ანუ ქართული საზოგადოების მხარეს არის. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრეთ, თქვენ საუბრობდით იმაზე, რომ შესაძლოა უკვე დაუკავშირდნენ, ან ეხლა უკავშირდებიან, ვიდრე იმაზე გადავიდოდნენ, დაუკავშირდებიან თუ არა მომავალში, ეს ვერსიაც გამოთქვით თქვენ. შესაძლოა იყო ესეთი ხანმოკლე ყოფილიყო ხელისუფლებისა და ეროსი კიცმარიშვილის დაშორება. ჩვენ ხო ვიცით, რომ ის ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენდა ამ შემთხვევაში, თუ აღჯერათ ამის ბატონო? მე ძალიან ბევრი მკვახე სიტყვა მithkoms მაესტროს ეთერში, რადიო უცნობის ეთერში და ბევრ სხვა ეთერში ფსევდორევოლუციური პარტიების მიმართ და მათ შორის ქართული პარტიის მიმართაც, როცა ქართული პარტია ლაპარაკობდა და განსაკუთრებით ეროსი, რომ 50,000 კაციანი უკვე პარტიული ჯარი გვყავს, ჩვენ ამ გაზაფხულზე ხელისუფლებას შევცვლით და ეს რომ პრინციპში აწყობდა ხელისუფლებას, რომ ყოფილიყო არა არჩევნებზე ორიენტირებული მთელი ოპოზიციური ენერგია, არამედ დაყოფილიყო ის საარჩევნო ოპოზიციად და ვითომ რევოლუციურ ოპოზიციად, ჩვენ მივიღეთ, რომ აპრილის თვეშივე გაილია პრაქტიკულად ქართული პარტიის ეს დაკადნება, მერე მაისის თვეში ამას მოყვა მეორე პარტიის, ასევე რევოლუციური ფსევდორევოლუციური პარტიის ძალიან დასუსტება და ახლა სტენდბაის რეჟიმშია, გაჩერებულია, პაუზაა. ამ ვითარებაში ხელისუფლებას და ობიექტურად აწყობდა ეს პროცესი, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი, ვინც ამ პარტიებში და მოძრაობებში იყო ხელისუფლებასთან ჩართული პირიქით აბსოლუტური უმრავლესობა გულწრფელი იყო თავის ქმედებებში, მაგრამ ხელისუფლებას აწყობდა ის ქმედებები, რასაც ამა თუ იმ პარტიის ხელმძღვანელი და უპირველეს ყოვლისა ეროსი კიცმარიშვილი ჩადიოდა.
ერთი დანაპირები მე მგონი ეროსი კიცმარიშვილმა შეასრულა ამ საქმეში სიტყვის კაცი გამოდგა მან თქვა რომ წლის ბოლომდე თუ სააკაშვილი არ წავა მე პოლიტიკიდან წავალო და ეს პრაქტიკულად წასულია პოლიტიკი და ისე რომ ვერც უასო შემოსულა. ნუ ამის შესახებ მას განცხადება არ გაუკეთებია პოლიტიკიდან წავიდა თუ არა. ეს ასეთია რეალობა. კი ბატონო, თქვენ საუბრობდით კიდევ მესამე ვერსია დაუშვით თუ ამ დრომდე არ არის დაკავშირება ეროსი კიცმარიშვილთან ხელისუფლების მხრიდან აწი შეიძლება მას დაუკავშირდნენ სწორედ იმ მოვლენების გამო რაც ხდება ახლა მაესტროში. მე მაინტერესებს ახლა მეორე მხრიდან ვიკითხო ხელისუფლებას როდესაც არის მაღლა აწეული ტემპერატურა, პოლიტიკური ტემპერატურა შემოსულია ახალი მოთამაშე ბიძინა ივანიშვილის სახით. რამდენად აწყობს გამწვავოს სიტუაცია თუნდაც დამოუკიდებელ მედია საშუალებასთან? ხელისუფლება შეხედავს ძალიან ფრთხილად იქცევიან თუ რაიმე სახეირო ხელისუფლებისთვის გამოუვიდოდა ეროსის მაშინ ხელისუფლება წააშველებდა მას. მე ვფიქრობ მაინც სახეირო არაფერი გამოვიდა ამიტომ ხელისუფლება ამ თავისი ფრთხილეს ინარჩუნებს ეროსი კიცმარიშვილი უჭკუა კაციაო ეს არ უთქვავს არავის და არც გუშინ იყო უჭკუა არც გუშინ წინ და არც დღეს არის უჭკუა ამასთანავე ძალიან ფრთხილი კაცია ეროსი ძალიან ეროსი კიცმარიშვილის მხრიდან რაიმე განსაკუთრებული რისკი არ მახსენდება ამიტომ შესაძლოა მას ჰქონდა იმედი რომ შექმნილ ვითარებაში ის მიმზიდველი მოთამაშე აღმოჩნდებოდა ხელისუფლებისთვისაც, ოპოზიციისთვისაც, დამფუძნებლებისთვისაც და რაღაცა გამორჩენა ეკნებოდა. ნუ ეროსი მე ვფიქრობ ახლა იმის იმედად არის იქნებ რაიმე ფინანსური გამორჩენა მაინც მიიღოს აი ამ კონკრეტული ვითარებიდან ამ საქმეში მას დიდი გამოცდილება აქვს. როცა ვსაუბრობთ ხელისუფლებაზე და მის მონაწილეობაზე ამ პროცესში ის რაც ხდება მაესტროს ირგვლივ ამ 2 დღის განმავლობაში ეჭვები რომელიც თქვენ შეიძლება გქონდეთ რამდენად შეიძლება ხელი წააშველოს ამ პროცესს თუნდაც ის რომ საპატრულო პოლიცია არ ერთვება პროცესში იმიტომ რომ არ ვიცით რატომ არ აკეთებენ კომენტარს მაგრამ არის მოთხოვნა დამფუძნებლების მხრიდან ჩაერთონ ამ პროცესში და დაამყარონ წესრიგი დამატებითი ეჭვის საფუძველს იძლევა ბატონ დავით რომ ხელისუფლება გარკვეულწილად შეიძლება მონაწილეობდეს ამ პროცესში ბუნებრივია ჩნდება კითხვები თქვა ნინო ჟეჟელაშვილს უსმენდი გუშინ მას თქვა რომ რაღაც აქვს საფუძვლიანი ეჭვი რომ ეროსი კიცმარიშვილი მარტო არ არის ხო მეც მაქვს ეს საფუძვლიანი ეჭვი 2 დღეა მიმდინარეობს პროცესი როცა თან არ ვიცით რა ხალხი ახლავს ეროსის თუ ეროსის როგორც თავს ეძახის მართველი კომპანიის ხელმძღვანელს კონდა იქ ყოფნის უფლება ის 10 კაცი მიღა არის და იმათ რა უფლებით აქვს იქ ყოფნის უფლება ის რომ ლაშა ჩხარტიშვილმა ბრძანა რომ მე ამოვიცანი ერთი კაცი რომელიც გვერდთან მოედანზე ვეტერანების აქციის დაშლისო ძალიან აქტიურობდა და უხეშობდაო თქვენ გაქვთ კადრები პალიტრასაა კადრები კავკასიასა აქვს კადრები ეს შესამოწმებელია მაშინდელი კადრები ამოსაღები და დღევანდელი გუშინდელი კადრები ამოსაღები მართლა გარედან თუ ჩანს ერთი და იგივე ადამიანი თუ არის რომელიც აქტიურად მონაწილეობდა იმ მიტინგის დაშლაში, იმ აქციის დაშლაში, ხელისუფლების მხრიდან და ხელისუფლების სახელით და თუ იგივე ადამიანი მართლა გამოჩნდა მაესტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ეს კიდევ უფრო კრავს წერეს, რომ ხელისუფლება მხოლოდ დამკვირვებელი კი არ არის პატრულის მეშვეობით, არამედ თავისი სპეცსამსახურების თანამშრომლები გაუგზავნია მაესტროსთან. ეს ადვილი შესამოწმებელია. აი, იწმუნება ლაშა ჩხარტიშვილი რომ ვიცამიო და ეს კადრებით უნდა დადასტურდეს. კი ბატონო, თუ არის ამის ტექნიკური საშუალება, იქნა გამომდინარე, ჩვენ ვერ მაუწყებლად სრულყოფილად. ამიტომ სხვა საინფორმაციო საშუალებებიც იმ პერიოდის კადრები ბევრს აქვს. საერთაშორისო თანამეგობრობამ როგორი როლი შეიძლება ითამაშოს იმ შემთხვევაში, თუ პროცესი მაინც ცოტა გაიძელება? მედიაზე შეტევა არის ყველაზე უფრო ასეთი მიუღებელი საერთაშორისო საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გახსოვთ 7 ნოემბერს ბევრჯერ დაგვწამლეს მაგრამ განსაკუთრებული ინტერესი მომიტინგეების სხვადასხვა ადგილას მაგრამ განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია სწორედ იმედში შევარდნა ხელისუფლებისა იმიტომ რომ ეს განსხვავებული სიტუაცია ბატონ დავით შეტევა ისე როგორც ხელისუფლებამ განახორციელა იმედის მისამართით ეხლა ეს არგუმენტად არ გამოგვიდგება და პალიტრას ჰოლდინგის
წინააღმდეგ რაღაცა ხო რა ქნა ხელისუფლება აი მოდი უნდა შევამოწმო გაჩნდა ეჭვი რომ ეს შემოწმება რაღაცა სხვა მოტივებით არის ანუ ამ საინფორმაციო საშუალებას პრობლემები უნდა შეუქმნას ბეჭდურ მედიას ერჩიან ჯიხურები საკმაო ნაწილი უკვე აიღეს ანუ როცა ჩნდება პოლიტიკური ალტერნატივა და ივანიშვილის სახით გაჩნდა ეს პოლიტიკური ალტერნატივა ასე დროს ხელისუფლება უფრო შეშფოთებულია ეს პოლიტიკური ალტერნატივა მედია საშუალებებით ხდება საზოგადოებისთვის ცნობილი და მის მიმართ დამოკიდებულებები იქმნება სწორედ მედიის მეშვეობით ხო მედია არის მედიატორია პოლიტიკურ ძალასა და საზოგადოებას შორის ასპარეზია სადაც სახელისუფლებო თუ ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ძველი თუ ახალი ჩნდებიან და საკუთარ თავს, საკუთარ პოლიტიკურ პროდუქტს თავაზობენ საზოგადოებას. ამიტომ უკვე სახიფათოა. აი ბოლო ხანებში ერთმანეთის მიყოლებით ბეჭდურ მედიაზე შეტევა და ბეჭდური მედია მხოლოდ გაზეთები, ქაღალდის გაზეთები არ არის. ეს არის ინტერნეტ ვერსიებიც. ძალიან ბევრი ინტერნეტში უყურებს, ხო, კითხულობს. შეტევა და თუ ვერ გაყიდეს კიოსკში, საერთოდ ვერ გამოსცემს. შეტევა იმ პატარ-პატარა კუნძულებზე, სატელევიზიო კუნძულებზე, შეტევა საპატრიარქოზე, ხაზგასმით, ვთქვათ, ტელეიმედის და სხვების მეშვეობით, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ის სტრუქტურა, რომელიც არ არის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ, იქნება ეს მედია საშუალება, იქნება ეს პოლიტიკური პარტია, თუ ეს იქნება პირველი ნდობის მქონე ინსტიტუტი და ფიგურა, საპატრიარქოს და პატრიარქის სახით, ხელისუფლებისთვის არის მიუღებელი. საპატრიარქო ხო არ არის ხელისუფლების ოპონენტი, არ შეიძლება ის იყოს პოლიტიკური ოპონენტი, არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის, მაგრამ მას აქვს ძალიან მაღალი ნდობა და თუ ხელისუფლება მას ვერ აკონტროლებს და თუ არ არის შესაძლებლობები იმისი, რომ მოახერხოს 1-2 ვთქვათ ხარდამჭერი ეპისკოპოსის მეშვეობით სინოდის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა უკვე სახიფათოა. თორე ძალიან ფრთხილი იყო პატრიარქი ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნების თაობაზე, რომ მიმართა სააკაშვილს 1 თვის შემდეგ. მანამდე თავს იკავებდა. მედია საშუალებები, ელექტრონული ბეჭდური, პოლიტიკურ პარტიებზე შეტევები ბუნებრივია გაღრმავდება. ახმეტაში იქაური რესპუბლიკების ხელმძღვანელი საკრებულოს წევრი არის და იმასთან შეტევები. საჩხერეში ბუნებრივია ძალიან შეშფოთი, მე წარმომიდგენია მაშინ როცა მე სააკაშვილს ვიცნობდი, ის ატარებდა ასეთ ნიშნებს და მე მე მგონი უფრო გაუღრმავდა ეს რომ მე წარმომიდგენია ასეთ სურათი ახლა მე ამას ვერ ვამტკიცებ, მაგრამ ეს ვერსია ჩემოგთავაზებ. უყურებს ივანიშვილს, ლაპარაკობს ეს კაცი, ლაპარაკობს შვიდად, ლაპარაკობს მოსახლეობის ფართო ფენებისთვის მისაღებ, გასაგებ ენაზე, არასტანდარტული არის პოლიტიკაში შემოსული ახალი ფიგურა, განსხვავებულია ანტიპოდია სააკაშვილის მე წარმოვიდგენდი რომ სააკაშვილი რომელსაც პულტი უჭირავს შეიძლება ისროლა ეს პულტი და თქვა რომ არ დავინახოს და მეორე დღესვე აი რაც თქვა ნიჭიერებაზე ივანიშვილმა თქვა ეკაბერის გადაცემის საღამოს რომ სააკაშვილს ნიჭიერს ვერ დავარქმევ დილითვე 8 საათზე დაგიდასტურათ სააკაშვილმა რომ მას ნიჭიერს ვერ დავარქმევთ თქვენთან შემოვარდნით. გასაგებია ბატონო დავით, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ მობრძანდით მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა და ესეც საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. დავით ბერძენიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, რამდენიმე წუთში თქვენ გელოდებათ საინფორმაციო გამოშვება, ჩვენ დავბრუნდებით ეკაბერიძეს სტუმართან ერთად დაგიბრუნდებათ.